დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით USAID-ზე, ბუნებათა ღელვა არ ცხრება ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით და მე ჩემს ორ სიტყვას დავამატებ. პირველ ვიდეო ვინც ნახეთ, იქ ვეხები ამ პრობლემას, მაგრამ დღეს უფრო ოდნავ ფართოდ წარმოგიდგენთ ჩემეულ ხედვას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. USAID შეიქმნა 61-ში 1961 წელს კენედის დროს, შეგახსენებთ ეს მიდიოდა მაშინ ცივი ომი და თავიდანვე ამ ორგანიზაციას ჰქონდა საკმაოდ ისეთი მძლავრი და იდეოლოგიური საფუძველი, რომ გაევრცელებინათ დასავლური ღირებულებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბუნებრივია, რომ არ გავრცელებულიყო საბჭოთა კავშირის გავლენები. ამას წარმატებით აკეთებდნენ. განსაკუთრებით დიდი აქტივობა იყო ცენტრალურ ამერიკაში, ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრებთან, რომ ერთგვარი ბუფერი შეექმნათ და აფრიკის ქვეყნებში. გამომდინარე იქიდან, რომ აფრიკის ქვეყნებში ამ პერიოდში საბჭოთა კავშირიც აქტივობდა და აქტიურობდა და ბუნებრივია ცენტრალურ ამერიკაში იცით ალბათ, რომ კუბა ფაქტობრივად იყო საბჭოთა კავშირის პარტნიორი და კუბაზე რაკეტების განთავსების მიზნით ამ პროცესს კინაღამ მესამე მსოფლიო ომი მოყვა და შეიძლება ბირთვული ომის დაწყებულიყო. თვითონ სტრუქტურა როგორ იყო აგებული? ესე იგი, ეს იყო წმინდა წყლის ჰუმანიტარული ორგანიზაცია თავიდან და დროთა განმავლობაში შემდეგ ამას ყველაფერს ამ ჰუმანიტარულ დახმარებას მიყვებოდა იდეოლოგიური მხარდაჭერა. როგორც გითხარით, რამდენად კარგი არის დასავლური ღირებულებები და რამდენად არის საკეთილდღეო ამა თუ იმ ქვეყნისთვის დასავლური ღირებულებებზე გადასვლა და ამ ღირებულებების მიღება, გათავისება და ასე შემდეგ განვითარება თავიანთ ქვეყნებში. ყველაფერი კარგად იყო, გეგმიურად მიდიოდა USAID-ისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ბუნებრივია, სანამ დადგა ცივი ომის დასრულების პერიოდი და საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, აი მაგ შეიქმნა ერთგვარი პირველი პრობლემები. ანუ რას გულისხმობ? უკვე USAID-ს დაჭირდა ცენტრალური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების გარდა აღმოსავლეთ ევროპის დახმარება. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლური სამყარო თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაცია მოინდომებდა ეგრეთ წოდებული გავლენის სფეროების აღდგენას. ამას დაიწყებდა ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბუნებრივია იყო შიში, რომ გაავრცელებდნენ აღმოსავლეთ ევროპაზე. და უკვე გაასმაგებული ძალებით USAID გადაიქცა რამის CIA-ის დანამატად, რაღა რამის პრინციპში სადაზვერო ფუნქციებსაც ასრულებდა, როგორც ახლა ექსპერტები ამბობენ და ეს ჰუმანიტარული ქმედებები გადაიქცა უფრო იდეოლოგიურ სადაზვერო ფუნქციებად. ანუ აქ რას გულისხმობ? თუ დაუშვათ, თავიდან იყო მართლა ჰუმანიტარული დახმარება და დაუშვათ 2/3 იყო ეს რეალური მათი ფუნქცია და 1/3 იყო ეს სადაზვერო საქმიანობა, უკვე 90-იან წლებში მთლიანად იყო იდეოლოგიური წამსის, გავრცელების, აგიტაციის ყველაზე მძლავრი მანქანა. ულევი რესურსით, როგორც ფინანსური, ასევე მატერიალურ ტექნიკური ბაზით. დროდადრო აღმოსავლეთ ევროპაში დაეუფლნენ ტელევიზიებს, ბეჭდურ მედიას, სანამ ჯერ კიდევ ბეჭდური მედია აქტუალური იყო. უკვე ინტერნეტის გავრცელების პერიოდში შეიქმნა უამრავი ვებგვერდი, უამრავი პორტალი, რომელიც ამას ყველაფერს აპროპაგანდირებდა და აღმოსავლეთ ევროპაში იმდენად მოიკიდეს ფეხი, რომ ფაქტობრივად ალტერნატიული აზრი უკვე აღარც ჟღერდებოდა. ბუნებრივია, შემდეგ ბალტიისპირეთზეც იმოქმედა ამ ყველაფერმა და ერთადერთი ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვაში ადვილად გამოუვიდათ
ეს soft power-ის გამოყენება ბელორუსიაში გაუჭირდათ, ვისაც ახსოვთ ეს მოვლენები, მაშინ ლუკაშენკო მთელი სამხედრო მანქანა ჩართო, რომ შეინარჩუნებინა ძალაუფლება და 2014 წელს გავიხსენებ უკრაინაში გადამწყვეტი სახელმწიფო, რომელიც ემიჯნება ბუნებრივია რუსეთს და ყოველთვის ამერიკელი პოლიტიკოსები თვლიდნენ, რომ უკრაინის გამოცლით რუსეთზე მიიტანდნენ საფუძვლიან დარტყმას და დაშლიდნენ კიდეც და აქედან გამომდინარე USAID-მა ყველაზე ძლავრად ივაშკაცა უკრაინაში. გვახსოვს ნულანდის დარიგებული ორცხობილები მიტინგზე და ასე შემდეგ, თურმე მე ხა ირკვევა რაღაც 50 მილიარდამდე არის დახარჯული იანუკოვიჩის გადაგდებაზე. ეს ინფორმაცია ახლა უფრო და უფრო ცელდება, ბევრი შლეიფი მოყვება ამას, ბევრი არასწორი ინფორმაციაც მოყვება, ბევრი ჭორი, მაგრამ ნელა-ნელა დაიფილტრება და უახლოეს მომავალში სააშკარაოზე გამოვა. აქ ამას დაემატება ასევე USAID-ის აქტივობა საქართველოში, იმედი მაქვს საქართველოს ხელისუფლებაც ამას საჯაროზე გამოიტანს და მოკლედ დასრულდება USAID-ის ეპოქა. ანუ იდეოლოგიური ფრონტის გახსნა შემცირდება. შეიძლება მოისპოს კიდეც. არ არის გამორიცხული, როგორც პირველ ვიდეოში თქვი, რომ USAID გარდაიქცეს სახელმწიფოს და რაღაცა სხვა ორგანიზაციაც ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს ალბათ ნორმალურია, მით უმეტეს ყველა დიდი სახელმწიფოს ინტერესში არის, რომ სადაზვერვო სამსახური იყოს ეს ფართო წარმოდგენილი, მაგრამ ამ მასშტაბით და ამ ძალაუფლებით ბუნებრივია აღარ იქნება. ამ კამპანიას, USAID-თან ჭიდილის კამპანიას აქვს ორი დიდი მნიშვნელობა. ერთი, რომ უბრალოდ ტრამპს აინტერესებს, რომ სად მიდიოდა ეს თანხები, არის ლაპარაკი, რომ აღურიცხავი თანხებიც, ანუ ეგრეთ წოდებული შავი ფული, ბუნებრივია აინტერესებს, თუ სადმე ეს ფული კიდე დალექილია, ბუნებრივია ამ ფულის ათვისებაზეც იქნება ლაპარაკი და მეორე საკითხი არის ის, რომ ამ ბრძოლით და USAID-ის დამარცხებით ფაქტობრივად ლიბერალურ ფრონტს აცლის საფუძველს, როგორც ფინანსურს, ასევე იდეოლოგიურს. და ალბათ ეს იქნება მისი ყველაზე დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ ეხლა უკვე ამბობენ, რომ ამას მოყვება მერე ფედერალური სარეზერვო სისტემაზე კონტროლის დამყარება, განათლების სამინისტრო დგას ახლა კიდე რიგში, იქ მერე თავდაცვის სამინისტროში იქნება გამოძიებები და მოკლედ ესე შლეიფად, ესე მარაოდ გავცელდება ეს პროცესი. მოკლედ ტრამპმა დაიწყო და ალბათ დაასრულებს. წინააღმდეგობები არის იქ სასამართლოებში, ნიუ-იორკში დაუშვათ რაღაც ყადაღა დაადეს თუ ბლოკი დაადეს, რომ წვდომა შეეზღუდოს ილონ მასკს ამა თუ ინფორმაციაზე, მაგრამ რახან ეს კამპანია ტრამპმა დაიწყო მით უმეტეს მასკთან ერთად. ესე იგი ეს ყველაფერი გათვლილი იყო, ანუ ეს წინააღმდეგობები გათვლილი იყო, ბუნებრივია ამას ყველაფერს წარმატებით გადალახავენ და თავის მიზანს მიაღწევენ. მაგრამ მე მინდა ერთი რამე გითხრათ, ამერიკაში როგორ არის შიდა ბაზარზე წარმოდგენილი USAID ალბათ გაინტერესებთ, აი მე მაგ ნიმუშს წარმოგიდგენთ. USAID შიდა ბაზარზე არის ხარისხის მაჩვენებელი. ეს არის მაგალითად მწვანე ჩაი ორგანიკი, რომელსაც მე მოვიხმარ და აი აქ ორგანიკთან ერთად დატანილი აქვს დამატებითი ლოგო თვითონ USAID-ის, USAID Organic, აი აქვე აწერია. ანუ ეს იცით ოლფასი არის, ეს საბჭოთა კავშირში რო იყოს ნაკაჩის თუ ახლა მე 47 წლის ვარ და შემთხვევას კარგად ახსოვთ ალბათ. აი მსგავსი რაღაცა, იმიტომ რომ ახლა ბუნებრივია ამერიკის შეერთებულ შტატებში USAID არის წმინდა წყლის ესეთი განვითარების პროექტებით არის დაკავებული და არა სადაზვერვო და რაღაც აგიტაციური პროპაგანდით. აი ასევე არის დავუშვათ ყაე წარმოგიდგენთ ეს მაგალითად ყავაა და აქაც დატანილი არის ლოგო. ასევე არის კვერცხზე
შაქარზე და ასე შემდეგ. ესე იგი ერთგვარი ხარისხის მაჩვენებელია. რა ჩაანაცვლებს ამერიკის ბაზარზე აი ამ შიდა ხარისხის მარეგულირებელ ორგანიზაციას ჯერჯერობით არავინ იცის, ეს ალბათ მარტო ტრამპმა იცის, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც სხვა ორგანიზაცია იქნება, რომელიც დაიცავს ხარისხს ამერიკის შეერთებული შტატების შიდა ბაზარზე. და ეს ყველაფერი მოექცევა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ, როგორც განაცხადა და ეს ყველაფერი მარკო რუბიომაც განაცხადა, გარდა იმისა, რომ ილონ მასკმა გააკეთა განცხადება, გარდა იმისა, რომ თვითონ ტრამპმა არაერთხელ ისაუბრა ამ თემაზე და რა შეიძლება კიდე ითქვას, ხო ერთი არ დამავიწყდეს, USAID საქართველოს შემოვიდა შევარდნაძის დროს. და პირველი პროექტები ჰქონდათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარებოდა სამელიორაციო არხების უზრუნველყოფა სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში ყველა მიცით ალბათ ჩემი ასაკის ვინც ხართ მაინც რომ ყოველთვის პრობლემა იყო ეგ მორწყვის. და ამ პროექტებში ანვიდებდა ინვესტიციებს, უბრალოდ ტრანშებს, ჰუმანიტარული ტრანში იყო ალბათ ეს უფრო, ალბათ რაღაც უკუგებასაც ელოდნენ ბუნებრივია, მაგრამ მოკლედ ამ კარგ საქმეს აკეთებდნენ. მაგრამ ამასთან ერთად მე როგორც ირკვევა, როგორც გითხარით, ხვედრეთი წილი სარგებლიანობისა, მე შემცირდა და ბოლოს გადაიქცა რაღაც სადაზევრო კონტრრევოლუციურ ან კონტრრევოლუციურ ორგანიზაციად რამის. ხო და რაბედიელის გადაწყვეტილი ამბავია, სასამართლოს გადალახავს ილონ მასკი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ესეთი შემხედრი ნაბიჯები იქნება, ამ ორგანიზაციას გააუქმებენ და საქართველოს ხელისუფლებას ალბათ ნელა-ნელა მოუწევს სააშკაროზე გამოიტანოს ტრანშების ადრესატები და მათი დანიშნულება, რომ ნათელი მოეფინოს ამ ყველაფერს. მოკლედ ეს იყო, ესაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა და მოკლედ დიდი მადლობა, რომ მომისმენეთ, რომ იყავით ჩემთან ერთად და მომავალ შეხვედრამდე ახალ ვიდეოებს ელოდეთ.